გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი თბილისელებისთვის. სემეკის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ატარიფო განაცხადით კომპანია თელასმა მიმართა. მთავარ მიზეზად დოლარის კურსის ცვლილება დასახელდა. განაცხადის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომპანია გადაწყვეტილებას კი 3 დღის ვადაში მიიღებს. ენერგოპრო ჯორჯიას შემთხვევაში აღნიშნული ვადა 150 დღით განისაზღვრა და თითქმის 4 თეთრით გაიზარდა გადასახადი ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტებისთვის. შემოიტანეს თელასმა სატარიფო განაცხადი, საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია დაურთო თან, თუმცა ასე ვთქვათ, განმარტებითი ვარათი, რომელიც თან დაერთო აი ამ დოკუმენტაციას, იქ აღნიშნულია, რომ კურსის ცვლილება არის ძირითადი არგუმენტი, ძირითადი საფუძველი იმისთვის, რომ თელასმაც მოითხოვა სატარიფო განაცხადის შემოტანა. 3 დღის შემდეგ უკვე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და იწყებს თუ არა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება თელასის ტარიფის განხილვასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ როგორც ენერგოპროს შემთხვევაში გვაქვს 150 დღიანი ვადა იმისთვის, რომ კომისია მიიღოს გადაწყვეტილება.